Esas neden özellikleri iyi dikkat alındığında korkulan bu bilgilerden şu sonucu çıkartmamız. Yani dediğimiz özel boyalar hiçbir fiziksel bir psikolojik sorunlarla karşılaşırlar. Özel bir konusu. სამედიცინო მიმართულებაში ონკოლოგია პირველ საფეხურზე დგას. ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ჩვენ აქ საქართველოში, კერძოდ კი ზუგდიდში ჩამოვედით. ძალიან კარგი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 60-მდე ექიმი ესწრებოდა. კონფერენციის თემა იყო სიმსივნის მნიშვნელობა, მისი მართვა, როგორ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. განვიხილეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ სფეროში არსებული თანამედროვე პრინციპები, საკუთარი გამოცდილებები. მინდა მონაწილეებს და ყველას, ვინც ამ კონფერენციაში საკუთარი წვლილი ჩადო, დიდი მადლობა გადაუხადო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ასეთი დახვედრისა და სტუმართმასპინძლობისთვის ჯან მეცსა და ქალბატონ ლელა ქაჯაიას. დღეს მესამედ ატარებს დიაგნოსტიკური ცენტრი ჯანმედის საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ზუგდიდში. ამ ეტაპზე არის ჰაიდერ ჰილს ჯორჯიასთან ერთად ჩამოყვანილია ანკარიდან პროფესორი ონკოლოგი, რომელმაც გამართა შეხვედრა ექიმებთან, ხვალაპირებს პაციენტების გასინჯვას დიაგნოსტიკურ ცენტრ ჯანმედიში და გეგმავთ შემდგომ ვიზიტებს, რა თქმა უნდა, როგორც აქეთ ანკარიდან, ასევე ჩვენი ვიზიტი იგეგმება ქალაქ ანკარაში და ბევრი პროფესიული გაცვლები იქნება. ასევე მინდა აღვნიშნო ქართველი ქირურგი მამოლოგი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, ნინო გაბუნია, ასევე წარმოუდგინა თავისი მოხსენება ექიმებს და აკეთებს უფასო გასინჯვებს ჩვენს კლინიკაში ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით. ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ეს შეხვედრა, განსაკუთრებით დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის ქალბატონ ლელას და ჯანმედის სრულ გუნდს. ნამდვილად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენიც როგორც კონფერენციის დასაწყისში აღნიშნეთ, დღეს გახლავთ 31 ოქტომბერი. ამოიწურა მოკლედ ოქტომბრის თვე და მოგეხსენებათ ოქტომბერი ეს გახლავთ ვარდისფერ სახელწოდებას ატარებს სამედიცინო კუთხით, საძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების ცნობიერების ამაღლების თვე არის და მნიშვნელოვანი არის ყველა ქალბატონმა იტაროს მუდმივად სკრინინგი, რადგან სწორედ ეს არის საფუძველი დროულად აღმოჩენადობის საავთვისებიანი პროცესების და დროულად მართვის.